გამარჯობა საქართველო, მოგესალმებით სან-ხოსედან, კოსტა-რიკა. რამოდენიმე დღის წინ გავიჭერი ფეხი და მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და რა კავშირშია ეს ჩვენ საქმესთან ამას მოგვიანებით აგიხსნით და ბოლოს რა თქმა უნდა გადაგახედებთ სან-ხოსეს დედაქალაქს კოსტა-რიკის. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება თქვენთვის. რამოდენიმე დღის წინ მაიამიში გავიჭერი ფეხი, როგორც გითხარით და ფაქტიურად ჩემი ერთი დღეც კი რო არ გავიდე გარეთ, შეუძლებელია. რა თქმა უნდა, შევედი აფთიაქში და იყო იქ პლასტირების განყოფილება. და ერთ-ერთი პლასტირი იყო ეწერა ჰიდროგელი. და ამ ჰიდროგელს შევხედე ძალიან სკეპტიკურად, იმიტომ რომ ყველა სიახლეს გონება იღებს ცუდად. თუმცა მე დატრეინინგებული მაქვს, რომ ყველა სიახლეს გავეცნო, იმიტომ რომ რადგან გვერდზე ედო, ესე იგი შეიძლება დამხმარებოდა ასევე და ChatGPT-ს ჩაუგდე და მან მითხრა, რომ ეს ყველაზე სწრაფად აგეხმარება. ეს არის ჰიდროგელი. შუაში ხედავთ, რომ არის სხვა ფორმა და ზუსტად ეგ ნაწილი შეადგენს გელს და როგორ მუშაობს აღნიშნული. დაზიანებულ ადგილას, ამ შემთხვევაში მე მქონდა ფეხსაცმლის ქვეშ დაზიანება, უნდა გაიმშალოთ რა თქმა უნდა და მიიკრათ ეს გელი. რამოდენიმე ხნის შემდეგ, რამოდენიმე საათში ეს ამოიბურცება, რაც იმას გულისხმობს, რომ გელმა დაიწყო მუშაობა. და ყველაზე მთავარი და გენიალური, როგორ მუშაობს ეს პლასტირი. ჩვენსავე ორგანიზმიდან გამოსულ სითხეს, რომელიც გამოდის ჭრილობის შეხორცების პროცესში და აჩქარებს შეხორცების პროცესს. ეს აკავებს, იმიტომ რომ არის 100%-ით წყალგაუმტარი და ასევე ეს გელი ეხმარება, რომ ეს ამ სითხემ იტრიალოს ჭრილობასა და გელს შორის, ჰაერი არ შევიდეს, წყალი არ შევიდეს და ფაქტობრივად ორგანიზმს აძლევს საშუალებას, რომ თავისივე განკურნებისთვის გამოყოფილი სითხემ დაეხმაროს და დააჩქაროს ჭრილობის შეხორცების პროცესი. ეს არის გენიალური, მარტივი და გენიალური. ჩვენ მანამდე რას ვიზავდით, ხო? ვიყიდით პლასტირს, რომელიც 1000-ჯერ დაზიანდებოდა, ხან შხაპს გადაივლი, ამ ჭიდრო ფეხსაცმელს ჩაიცმა და ასე შემდეგ. ეს კი არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება. იგივე არის ლუქსიუმი. როდესაც მე უხსნი ადამიანს რა არის ლუქსიუმი, იმდენად მარტივია და გენიალური, რომ მისი გონება ვერ ხვდება უბრალოდ. წარმოიდგინეთ, ნებისმიერი კრიპტოვალუტა ან ნებისმიერი ფული, რასაც ჩვენ დღეს ვიცნობ. ნახეთ, რამოდენიმე თვის წინ ბიტკოინი ღირდა $130,000 და ეხლა ღირს თითქმის $65,000. ესეთი რამ, რომ 21 საუკუნეში არ ვნახდებოდეს და 50% არ უნდა ეცემოდეს რაღაც აქტივის ფასი, ეს ნათელია. უნდა დამეთანხმოთ, 21 საუკუნეა. ამიტომ ჩვენ რა გავაკეთეთ, რომ ბლოკჩეინში, რომელზეც არის აშენებული მაგათ ბიტკოინი, ბლოკჩეინში შიგნით ჩაშენებული იქნება ავტონომიური ფასწარმოქმნა. ანუ წინასწარ ყველა ჩვენი ლუქსიუმის თითოეული კოინის ფასი უკვე განსაზღვრულია წინასწარ და ყველაფერი იცის წინასწარ. და ეს სისტემა არის ჩაკეტილი, ამას ვერავინ ვერ შეცვლის, როცა გაეშვება, ამას ვერავინ ვერ დახაკავს და ასე შემდეგ. ეს არის მარტივი და გენიალური გადაწყვეტილება, როცა ჩვენ მანიპულაციას და ადამიანურ ფაქტორს ვაშორებთ ფასწარმოქმნას. ეს არის შემდეგი ეტაპი, შემდეგი თაობის ფული, რაც ჩვენ ბევრ ამას შეცვლის მომავალში. ეს არის მომავლის ფული, ეს არის მომავალი თაობის კრიპტოვალუტა, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლის, მაგალითად შეცვლის ბირჟებს, იმიტომ რომ რეალურად თანამედროვე ფულს არ უნდა ჭირდებოდეს ეგრეთ წოდებული მიწოდება მოთხოვნის სისტემა, რომელიც არის მანიპულირებული, ყალბი, თაღლითური. იმიტომაც ეცემა ბიტკოინი 50%-ით რამოდენიმე დღეში. ამას აკეთებენ დიდი მოთამაშეები და ამის საშუალება აღარ უნდა გქონდეთ მათ. ამიტომ ლუქსიუმს არ დაჭირდება მათ შორის ბირჟებიც. ჩვენ ბირჟებს თავიდან გამოვიყენებთ იმისთვის, რომ უბრალოდ დიდი მასშტაბით გავიდეთ იმ ბირჟებზე არსებულ მომხმარებლებთან, რომ მათაც გქონდეს შესაძლებლობა, რომ მალე მიიღონ რაც შეიძლება დაბალ ფასში ლუქსიუმები და ამით უფრო გაიბუსტოს ლუქსიუმი, თუმცა გრძელ ვადაში ლუქსიუმს ბირჟა არ დაჭირდება. ეხლა გაჩვენებთ სან-ხოსეს. საინტერესო ქვეყანაა ამერიკელებისთვის ერთ-ერთი ნომერ პირველი, განსაკუთრებით პენსიონერებისთვის. აქ ჩამოდიან, ატარებენ თავის ბოლო წლებს. ესე ჩვენი სან-ხოსე. რაღაცით ცოტა გაავს აი ამ ფონით საქართველოს. თუმცა საქართველოს ვერავინ ვერ აჯობებს, მეგობრებო.